მოგესალმებით მეგობრებო, მე კოტე ვარ, დღეს განვიხილავთ სკრინინგს ასაკის მიხედვით, დაწყებული ბავშვობიდან დამთავრებული ხანდაზმულ ასაკში, რა ტესტები უნდა გაიაროს, სამედიცინო ტესტები, შემოწმება უნდა გაიაროს ადამიანმა, იმისთვის, რომ ოპტიმალური ჯანმრთელობა გქონდეს. რა არის სკრინინგი? სკრინინგი არის, როცა ან სამედიცინო ანალიზს, ან ტესტს, ან პროცედურას სამედიცინოს იტარებ მაშინ, როცა სიმპტომები არ გაქვს, რამე დაავადების წინასწარ აღმოსაჩენად. ეხლა ლოგიკურიც არის და იცით ალბათ, რომ ყველა დაავადებაზე სკრინინგი არ არსებობს და არც არის საჭირო. მათ შორის მაგალითად ალცჰეიმერის დაავადება ძალიან საშიშია, ბევრ ადამიანს კლავს ასაკში განსაკუთრებით, ხანდაზმულ ასაკში მით უმეტეს განსაკუთრებით, მაგრამ პრაქტიკულად აზრი არ აქვს მის ნაადრევ აღმოჩენას, ან პროგნოზე ვერ მოქმედებ, ან რომ აღმოაჩინო რა უნდა უყო მერე. აზრი არ აქვს, ამიტომ არ აკეთებენ სკრინინგს ალცჰეიმერზე. ასევე მაგალითად ძალიან ავთვისებიანი სიმსივნეები როა ზოგიერთი, მათზე სკრინინგიც არ კეთდება. აზრი არ აქვს, მაგალითად პანკრეასის სიმსივნე ძალიან აგრესიულია და როცა აღმოაჩენ ხოლმე, როგორც წესი, რთულია ძალიან მისი მკურნალობა მაინც და ამიტომ არ არის ეს ბევრ სამედიცინო პროცედურაზე რომ მუდმივად ადამიანი ემოწმოს, ჯერ ძალიან სტრესულია, მეორე ძალიან რთულია და მესამე ძვირია. მეტიც მაგალითად კიდე არის დაავადებები, რომელიც იმდენად იშვიათია, რომ ანუ რაღაც ქარის კულებთან ბრძოლა მაგ დაავადებებზე რომ ემოწმო, მაგალითად ჰანტინგტონის დაავადება, ან რამე ბევრი გენეტიკური ძველი და იშვიათი დაავადება, რომელზე შემოწმებასაც არ აქვს დიდი მნიშვნელობა. ასევე ეხლა ვთქვათ, დავიწყოთ ასაკის მიხედვით, რაზე უნდა შევამოწმოთ ბავშვი. არ გულისხმობ იმას, რომ დაბადებისას რამდენიმე ტესტი ტარდება და ეგ ტესტები სამშობიაროშივე ტარდება, როგორც წესი, მაგას არ ჩამოთვლი ახლა. 3 წლამდე აუცილებელია აუტიზმზე ბავშვის შემოწმება, აი სოციალური ემოციური კომუნიკაციის უნარები რამდენად აქვს, აი თვალებში გიყურებს თუ არა, მეტყველების დაწყება, სოციალური ინტერაქცია რამდენად გეურთიერთება და განმეორებადი ქცევები. 4-დან 10 წლამდე, რაც მნიშვნელოვანია, რომ მხედველობა შევმოწმოთ ბავშვს, მაგალითად ამბლიოპია, რადგან თუნდაც აი ამბლიოპია იგივე ზარმაცი თვალი, ბავშვთა ასაკში თუ აღმოაჩენ მკურნალობას ექვემდებარება და მე ძალიან ძნელია. შესაბამისად, თავიდანვე უნდა 4-5 წლის ასაკში მხედველობა სმენა, რა თქმა უნდა. ჭარბი წონა, ბავშვი თუ ჭარბწონიანია, აუცილებლად ჭირდება ქოლესტერინი, თუ ბავშვი ჭარბწონიანია, რომ ჰიპერლიპიდემია ხო არ არის. დეპრესიის სკრინინგი ხდება 12 წლიდან. 12 წლიდან იგულისხმება, რომ ბავშვი შეიძლება ქონდეს აი მუდმივად იყოს გაღიზიანებული, ინტერესის დაკარგვა, ძილის პრობლემები, ძალიან ბევრი ეძინოს, ან ძალიან ცოტა ეძინოს და შესაბამისად შეიძლება დეპრესია განვითარდეს. 16 წლის ასაკისთვის თუ ძირითადად ადამიანები იწყებენ სქესობრივ აქტიურობას, მეტნაკლებობით გააჩნია, რა თქმა უნდა, მაგედან იწყება უკვე სქესობრივი გზით გამდები ინფექციებზე კონტროლი, ქლამიდია, გონორეა და აი ინფექცია. ეხლა ვინც სქესობრივად აქტიური არ არის, იმას არ ეხება, რა თქმა უნდა. ხო, და ვინც არის, მათ უნდა შეემოწმონ, განსაკუთრებით ქალებისთვის მნიშვნელოვანია ქლამიდია, გონორეა, იმიტომ რომ მომავალში შეიძლება გამოიწვიოს უშვილობა. ამიტომ ან მენჯის ანთებითი დაავადებების და სხვა გართულებები და ამიტომ მათ გამოსარიცხად მნიშვნელოვანია. სკოლიოზზე უნდა შეემოწმოს ბავშვი ერთხელ მაინც გარდატეხის ასაკში, რომ შემოწმდეს ხერხემლის მდებარეობა. წონის კონტროლი ყოველთვის მნიშვნელოვანია. ეხლა ვაქცინაცია, რა ვაქცინები უნდა გაკეთოს ბავშვმა ბავშვობაში. დიფტერია, ტეტანუსი, პოლიო, წითელა, წითურა, ყბაყურა, ყივანახველა,
ხო ჰეპატიტი A და ჰეპატიტი B და A ჰეპატიტის ვაქცინები, ორივე პაპილომავირუსის ვაქცინები და მენინგოკოკის ვაქცინა განსაკუთრებით, იმიტომ რომ მენინგიტი აიცილოს თავიდან განსაკუთრებით იმ ბავშვებში, რომლებიც იმ მოზარდებში, რომლებიც ცხოვრობენ საერთო საცხოვრებელში, აი თქვათ მაგალითად მიემგზავრებიან სადმე სასწავლებლად და ესე და მოუწევთ იცხოვრონ საერთო საცხოვრებლებში, ესე განსაკუთრებით ესეთ შემთხვევებში, სადაც დიდი მეთვალყურეობა მაგალითად არ ექნება აქტიურად და თუნდაც სიმპტომების შემთხვევაში კიდე დროულად ვერ მიმართავს ექიმს. ხო რაც შეეხება ლიპიდების სპექტრი ყოველ 4-6 წელიწადში ერთხელ უნდა იკეთოს ადამიანმა, ნუ ზრდასრულობიდან მოყოლებული, თუ მსუქანია ბავშვი ჭარბიწონა განსაკუთრებით, მაშინ ლიპიდური სპექტრი კეთდება მაგ შემთხვევაში. თუ ადამიანი ჭარბწონიანია, ასევე გლუკოზა და გლიკირებული ჰემოგლობინი კეთდება დაახლოებით 3 წელიწადში ერთხელ, რო დიაბეტი ხომ არ არის. რაც შეეხება პაპ ტესტი საშვილოსნოს ყელის კიბოს პრევენციისთვის, პაპ ტესტი კეთდება 21 წლიდან მოყოლებული 3 წელიწადში ერთხელ. და პაპილომავირუსზე ტესტი კეთდება 5 წელიწადში ერთხელ. ანუ პაპ ტესტი და პაპილომავირუსზე ტესტი სხვა რაღაცაა. და პაპ ტესტი და თუ საჭიროა პაპილომავირუსზე ტესტი 5 წელიწადში ერთხელ. სქესობრივი გზით გადამდები ინფექციებზე მაგალითად ცხოვრებაში ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ტესტი ადამიანმა HIV ინფექციაზე, ანუ შიდსის რაც იწვევს HIV ვირუსი. განსაკუთრებით თუ სექსუალურად აქტიური ადამიანი და მით უმეტეს თუ რამდენიმე პარტნიორი ყოლია, ან ყავს მაშინაც მით უმეტეს ჭირდება რომ გაიკეთოს. ქლამიდია გონორეა ყოველწლიურად 25 წლის ასაკიდან ქალებში, განსაკუთრებით ქლამიდია გონორეას იმიტომ ამხოლოდ ყურადღებას რომ უშვილობის რისკს ზრდის. ჰეპატიტის სკრინინგი 18 წლიდან 79 წლამდე აუცილებელია. C ჰეპატიტის სკრინინგი ცხოვრებაში ერთხელ მაინც გაიკეთოს ადამიანმა. ხო, C ჰეპატიტი რეალურად დამარცხებადია ახლა და მით უმეტეს მნიშვნელოვანია. პაპილომავირუსის ვაქცინა ქალებში 26 წლამდე კეთდება, კაცებში კეთდება 21 წლამდე. ნუ თინეიჯერობის ასაკში იწყება ძირითადად მაგათი ვაქცინაცია და 26 წლამდე კეთდება. მკერდის კიბოს რაც შეეხება მკერდის კიბოს პრევენციისთვის რეკომენდირებულია ზოგადად რომ ქალმა ხელით თვით გასინჯვით, ანუ წრიული რო დაწვეს ქალი წრიული მოძრაობებით 3 თითით, არც ძალიან ძლიერად უნდა დააწვეს, არც ძალიან ნაზად და უნდა სადმე ხო არ არის სიმაგრე მკერდში, უნდა მოძებნოს. რეკომენდირებულია რომ ან ყოველთვე მენსტრუაციის შემდეგ რამდენიმე დღის მერე ან რამდენიმე ხანში ერთხელ მაინც უნდა ამოწმოს, თუმცა ეს ცოტა კონტროვერსიულია, იმიტომ რომ ზოგჯერ ძალიან ხშირად არის ცრუ რაღაც მოეჩვენება, თუნდაც აი ფიბროზული წარმონაქმნი ქალს და ზედმეტად ნერვიულობს და ესეთი რისკები ახასიათებს. მოკლედ, ამიტომ არის რომ ზოგი გაიდლაინით არ არის რეკომენდირებული ესე ხშირად მკერდის თვით შემოწმება. ხო, კანის თვით შემოწმება კიდე მნიშვნელოვანი, კანის კიბოს ადრეულად შემჩნევისთვის, ყოველწლიურად განსაკუთრებით თუ ადამიანს თეთრი კანი აქვს, თეთრში გულისხმობ აი ქერა და წითური და ესეთი კანის ფერი რომ აქვს. როცა ადამიანს აქვს ასევე სიმსივნის ისტორია თავის ოჯახის წევრებში ან პირველ რიგის ნათესავებში და თუ ხშირად უხდება მზეზე ყოფნა. და ABCDE ნიშანი ქვია ამას, ასიმეტრია, border საზღვრები, color, ფერი, diametri და evolving, ანუ ცვლილება. ეხლა გეტყვით რა ნიშნავს ესენი.
ასიმეტრია არის, რომ აი თუ შეხედავ ხალხს და აქეთ სხვანაირია, იქით სხვანაირი საზღვრები აქ ეგ არის, ირეგულარული საზღვრები თუ აქვს, ანუ თუ ვერ იტყვი ზუსტად როგორაა შემოსაზღვრული ხალი, ანუ გადადის კანში ეს ყურადღება ჭირდება. ფერი თუ ერთი ხალი სხვა ფერისა, ანუ ერთი ხალი ერთი ფერის კი არ არის, არამედ ერთი ხალი სხვა ფერის არის. თუ 6 მმ-ზე დიდია მისი დიამეტრი და თუ განიცდის ევოლუციას დროთა განმავლობაში იზრდება, ან გექავება, ან სისხლდენა იწყება, ან ფორმას იცვლის. ასეთ შემთხვევაშიც ჭირდება ისა დაკვირვება. ხო, რაც შეეხება აცრებს, ტეტანუსი, დიფტერია, ყივანახველა ადამიანმა ყოველ წელიწადში ერთხელ უნდა გაიკეთოს. გრიპის ვაქცინა ყოველწლიურად სასურველია, ჰეპატიტი A, ჰეპატიტი B-ის ვაქცინები სასურველია, თუ მანამდე არ გაქვს გაკეთებული ადამიანს და ასევე მენინგოკოკის ვაქცინა 30-დან 39 წლამდე რა უნდა გააკეთოს ხა ადამიანმა. ეს სისხლის წნევის კონტროლი 1-2 წელიწადში ერთხელ, ლიპიდების კონტროლი 4-6 წელიწადში ერთხელ, ლიპიდური სპექტრი და გლუკოზა და გლიკირებული ჰემოგლობინი 4-6 წელიწადში ერთხელ, რათა დადგინდეს ხომ არა აქ ადამიანს დიაბეტი ან ინსულინ რეზისტენტობა. სიმსუქნის კონტროლი ყოველთვის მნიშვნელოვანია, მოკლედ ყოველ წელს წონა უნდა აკონტროლოს ადამიანმა, რომ არ მოიმატოს სიმსუქნე დაავადება, შესაბამისად ყურადღების უნდა იყოს. რაც შეეხება პაპ ტესტი 3 წელიწადში ერთხელ კეთდება 65 წლამდე მოკლედ. და ყოველ 5 წელიწადში ერთხელ პაპილომავირუსის ტესტი. რაც შეეხება სქესობრივი გზით გამდები ინფექციები, ესე ქლამიდია, გონორეა, აივ ინფექცია დრო უნდა გაიკეთოს ადამიანმა თუ სქესობრივად აქტიურია, თუ საეჭვო სქესობრივი ცხოვრება აქვს. საეჭვოში არ გულისხმობ მორალური კუთხით, არამედ გულისხმობ თუ ცოლ-ქმარი არიან მაგალითად და არავის არ აქვს, არც ერთ არ აქვს ურთიერთობა ერთმანეთის გარდა, მათ არ ჭირდებათ რა თქმა უნდა ერთხელ გაიკეთებენ და მერე აღარ ჭირდებათ, მაგრამ თუ ადამიანს რამდენიმე პარტნიორი ყოლია, მაშინ ჭირდება. ხო, ეხლა რაც შეეხება აი ხშირად არის ხოლმე კითხვები ფილტვების კიბოზე, ფილტვების კიბოს რისკი, ის ფილტვების კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლიდან, ვინც მწველია. მოკლედ წელიწადში 20 კოლოფს მაინც თუ ეწევა ადამიანი, ყოველ წელიწადს ჭირდება ფილტვების კიბოს სკრინინგის ტესტი. დაბალ რადიაციული კომპიუტერული ტომოგრაფიით და რაც შეეხება მკერდის კიბოს სკრინინგს ჭირდება მამოგრაფია 40 წლიდან მოყოლებული ყოველ 2 წელიწადში ერთხელ. ეხლა რომ ვამბობთ მკერდის კიბოს სკრინინგი ან ფილტვების კიბოს სკრინინგი, ეს არ ნიშნავს რომ მაგალითად მამოგრაფია დასვავს პირდაპირ კიბოს დიაგნოზს, ან დიაგნოზი არ ისმევა სკრინინგით, უბრალოდ სკრინინგით ეჭვი მიიტანება, რომ ხო არ არის და მე მიდის შემდეგ იკვლევები და მე ბოლოს ისმევა დიაგნოზი, ან არის, ან არ არის. ხო, ამიტომ რომ ვამბობთ კიბოს სკრინინგი, არ შეგაშინოთ ამ სიტყვამ, არ ნიშნავს რომ თქვა ვიღაცა სკრინინგი და მე დამატებითი იკვლევები დაჭირდეს, არ ნიშნავს რომ აუცილებლად კიბო იქნება, თუმცა თუ იქნება, არ უნდა გამოგვეპაროს. პროსტატის კიბოს სკრინინგი იწყება 50 წლიდან კაცებში რა თქმა უნდა, პროსტატ სპეციფიური ანტიგენი, არის კიდე რექტალური გასინჯვა და ეს სკრინინგი 45 წლიდან შეიძლება იმ ადამიანებში, ვისაც ოჯახის წევრი ყავდა მსგავსად, თუ ქონდა პროსტატის კიბო. რაც შეეხება ოსტეოპოროზს, ქალებმა 65 წლიდან უნდა გაიკეთონ ოსტეოპოროზის სკრინინგი, DEXA არის ესეთი აპარატი სკანირების, რომელთაც კეთდება და აორტის ანევრიზმის სკრინინგი მამაკაცებში 65 წლიდან 70 წლამდე ცხოვრებაში ერთხელ მაინც მოუწევია, ერთხელ მაინც უნდა გაიკეთოს ეს სკრინინგი მუცლის აორტის ანევრიზმის ულტრაბგერა. პნევმოკოკის ვაქცინა და ინფლუენზას ვაქცინაცია მნიშვნელოვანია. ინფლუენზას ვაქცინაცია, ანუ გრიპის ვაქცინაცია ყოველ წელს. ხო. აი ეს იყო პრინციპში, რისი თქმაც მინდოდა, ძირითადი
ძირითადი დაავადებები და ძირითადი სკრინინგები. ხო, სკრინინგის მთავარი ის მექანიზმია, რომ აი ადრე დრო აღმოაჩენს ადამიანი კონდეს პოზიტიური პროგნოზი, მაგიტოა მნიშვნელოვანი. ხო, და გამომრჩა მე მგონი კიდე ის კოლონოსკოპია, ხო? კოლონოსკოპია გამომრჩა სავარაუდოდ, რომელიც იმ სწორი ნაწლავის კიბოს აღმოსაჩენად კეთდება და იწყება როგორც წესი 50 წლიდან, ზოგი გაიდლაინით 45 წლიდან, ზოგი შეიძლება უფრო ადრეც იყოს რეკომენდირებული, უმეტესად 45 წლიდან მოკლედ და 10 წელიწადში ერთხელ კეთდება ან კოლონოსკოპია, ან ფარული განავალში ფარულ სისხლდენალზე ანალიზი. აი ეს იყო რის თქმა წმინდოდა, მადლობა რომ მისმენით, მადლობა რომ გაინტერესებთ, თუ მოხდეთ ჩემი ვიდეოები დალაიქეთ, თუ მოხდეთ ჩემი არხი გამოწერეთ, მადლობა ინტერესისთვის.